გამარჯობა. მე უკვე 3 გადაცემა მიუძღვენი დიატლოვის უღელტეხილის საიდუმლოს, ასევე მაღალმთიან ტბას, რომლის ნაპირებზეც და თვითონ ტბაშიც უამრავი ჩონჩხია ნაპოვნი, ასევე ვისაუბრეთ თავმოჭრილთა ხეობის შესახებ. ვიცი რომ ძალიან ბევრს მოგწონთ მსგავსი კონტენტი, ამიტომ მე შიგადაშიგ უბრუნდები ხოლმე ასეთ თემებს. იმით უმეტეს რომ მე ყოველთვის გიყვებით დოკუმენტებზე დაყრდნობილ მასალებს და არა რაღაც ნაბოდვარს, რომელსაც ხალხი იგონებს, სხვადასხვა ზღაპრებს, რომლებიც ალბათ კარგი მოსასმენია, მაგრამ სინამდვილეს არ შეესაბამება და უბრალოდ ადამიანების შეცდომაში შეყავს. უცნაური ადგილები მართლაც ბევრია ჩვენს პლანეტაზე, პლანეტა დიდია, არის მეტნაკლებად ეხლა შეუსწავლელი ადგილები ფაქტიურად აღარ არსებობს, მაგრამ არის ისეთი ადგილები, სადაც ძალიან იშვიათად თუ მოხვედრილა ადამიანი, იმიტომ რომ ისინი მიუდგომელია, საშიშროებით არის სავსე, ცუდ ადგილებშია და უბრალოდ არც არის მაინც და მაინც საინტერესო ასეთი ადგილების კვლევა, არა და ხშირად სწორედ ასეთ უცნაურ ტერიტორიებზე, დედამიწის ასეთ უცნაურ ტერიტორიებზე ხდება ძალიან საინტერესო რაღაცები ხოლმე და ძალიან ხშირად სასარგებლო წიაღისეულის პოვნაც და ისეთი წიაღისეულის, როგორც არის მაგალითად ძვირფასი ქვები, ალმასი, ზურმუხტი, ლალი, საფირონი და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა ოქრო. რაც ადამიანმა სიმდიდრის დაგროვება დაიწყო, მას შემდეგ მისთვის ოქრო არის ნომერ პირველი მეტალი. ოქრო, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის ეკონომიკებს, ოქრო, რომელშიც ინახავენ ქვეყნები თავიანთ სიმდიდრეს და ადამიანებიც მათ შორის. ოქროს ზოდები მოგეხსენებათ, ეს არის სიმდიდრის ნიშანი და ეს ყვითელი მეტალი უკვე 1000 წლეულებია ადამიანის თანმდევია და ამ მეტალთან უამრავი სისხლიანი და ტრაგიკული ისტორია არის დაკავშირებული. თუნდაც ძალიან მარტივად გავიხსენოთ ესპანელების კონკისტა, როდესაც მათ დაიპყრეს სამხრეთ ამერიკა, დღეს რასაც უწოდებთ ჩვენ სამხრეთ ამერიკას და რას აკეთებდნენ იქ, რათა გამოეძალათ ინდიელებისთვის ადგილობრივი აცტეკების, ინკების და ასე შემდეგ მათთვის ოქროს საბადოების საიდუმლო მოგეხსენებათ. ამ ცივილიზაციებს ოქრო მიაჩნდათ ძალიან წმინდა მეტალად და მისგან აკეთებდნენ როგორც რელიგიურ ნივთებს, ასევე რა თქმა უნდა სამკაულსაც. და ძალიან ხშირად ოქრო მათთვის იყო შესაწირიც და ასეთი მაგალითად ტიტიკაკაში არის ასეთი ტბა, წმინდა ტბა, მაშინ ნაპოვნი არის უამრავი ოქროს ნივთი, რომელიც როგორც ვარაუდობენ ადამიანთან სხვერს შევწირვის დროს არის ჩაყრილი მასში. ოქროს ლანგარზე არავინ მოგართმევთ, ამიტომ ადამიანი ყოველთვის ფათერაკებიან თავგადასავლებში გადაეშვება ხოლმე ამ მეტალის მოსაპოვებლად და ადვილად გასამდიდრებლად. და პოულობს კიდეც ასეთ ადგილებს, ასეთ უცნაურ ადგილებს, როგორც წესი, ეს არ არის ქალაქის ცენტრი ან მისი გარეუბანი, ეს არის მიუდგომელი, ხიფათით სავსე ადგილები. ასეთ ადგილებს ეზოთერიკოსები და მისტიკოსები სამყაროს ჭიპს და ენერგეტიკულ ზონებს უწოდებენ, გეოლოგები პოულობენ აქ ახალ მინერალებს, ბიოლოგები ძალიან ხშირად ახალ სახეობებს, ხოლო ჩემნაირი ხალხი კი რომლებიც გეოლოგებიც არიან, ბიოლოგებიც არიან და აინტერესებთ მსგავსი ისტორიები, პოულობენ აი ესეთ ისტორიებს და შემდეგ თქვენ გაცნობენ. დღეს როგორც ყოველთვის საკმაოდ გრძელი და საინტერესო ვიდეო გველით, იდუმალებით, მისტიკით და ამოუცნობი სიკვდილებით დიდარი სამწუხაროდ და ძალიან მოულოდნელი ფინალით. ამიტომ უყურეთ ვიდეოს ბოლომდე. შემდეგ დაწერეთ კომენტარები, დასვით მოწონების ნიშანი, თუმცა მოწონების ნიშნის დასმა ახლა შეიძლება ავანსად, იმიტომ რომ მართლაც საინტერესო ვიდეოა წინ. მოეწყეთ მოხერხებულად და დავიწყოთ, მაგრამ მე თავიდანვე მინდა რა თქმა უნდა მადლობა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც მაქსიმალურად ეხმარება ჩემს არხს, ასევე ფინანსურადაც და თუმცა შეიძლება გადარიცხვა თანხის აიაკ წერია ბანკის მისამართი მითითებულია. სანამ უშუალოდ თხრობაზე გადავალთ, კიდევ ერთი რამ მინდა გამცნოთ, კერძოდ ის რომ ახლა ორშაბათს კი არა, შემდეგ ორშაბათს 27 ოქტომბერს
ჯერჯერობით 100-ია დაგეგმილი, თუ რამე შეიცვლება მე შეგატყობინებთ, ასევე შეგატყობინებთ საათსაც, იმიტომ რომ საათი დაახლოებით 7 საათი ალბათ ასე იქნება. გახლავთ ბეთანელის 10 ნომერში არის ასეთი ჰოლოზეუმი, აუდიო-ვიზუალური მუზეუმი, რომელშიც არის ძალიან დიდი სივრცე და სადაც მე ვაწყობ შეხვედრას ჩემს მაყურებლებთანაც და ადამიანებთან, რომლებსაც აინტერესებთ შემდეგი თემას ქვია დედამიწაზე სიცოცხლის განვითარება. ძალიან საინტერესო პრეზენტაცია იქნება, ეს იქნება დედამიწის დაბადებიდან დღევანდელ დღემდე თუ რა თავგადასავლები გაიარა ჩვენმა პლანეტამ და კერძოდ სიცოცხლემ, რომ ჩვენ აი იმ ჰოლოზეუმში შევხედრილიყავით ერთმანეთს. თუ თქვენი სურვილი იქნება, როგორც მე მეუბნებიან, იქ საკმაოდ დიდი სივრცეა და ნებისმიერი რაოდენობის ადამიანი დაეტევო, ასე რომ მე კი ვთხოვთ, რომ თვალი ადევნოთ ჩემს არხს, იმიტომ რომ მე კიდევ ერთხელ ზუსტ დროს და ადგილს გეტყვით, თუ სად, როგორ და რანაირად უნდა მოვიდეს ის ხალხი, ვისაც აინტერესებს მსგავსი თემები და ჩემთან შეხვედრა, რა თქმა უნდა, იქ იქნება კითხვებზე პასუხებიც და არა მხოლოდ იმ თემაზე, რომელზეც მე ვისაუბრებ. ასე რომ მომავალ შეხვედრამდე უკვე ცოცხლად. იმედი მაქვს, რომ ეს შეხვედრა შედგება. კარგით, მაშინ დავიწყოთ. და დავიწყოთ, რა თქმა უნდა, თავიდან. მე-19 საუკუნის ბოლოა. ჩრდილოეთ ამერიკაში ლამის ყოველ მეორეს კარავი საძილე და ნიჩაბი აქვს მხარზე გადებული და ეძებს ოქროს. ეძებს მიუვალ ადგილებში და ხშირად პოულობს კიდეც. ეგრეთ წოდებული ოქროს ციებ-ცხელება ჩაპლინის ფილმი თუ გაქვთ ნანახი, თუ არ გაქვთ ნანახი, აუცილებლად ნახეთ, თუ ნანახი გაქვთ, თავიდან ნახეთ, თუ რა საინტერესო სიტუაციები ვითარდება ოქროს მაძიებლებში. არა და ოქროს მაძიებლად არის დაცემული ნახევარი ამერიკა. ისე ვიმეორებ, ნახევარი ამერიკას გადებული აქვს ზურგზე, აი ეს ხელსაწყოები და ჩიჩქნის მიწას რეცხავს მდინარეებში ქვიშას, ეძებს ოქროს და საკმაოდ ბევრ ადამიანს ბედი უღიმის და იგი რამდენიმე თვეში მდიდრდება. მაგრამ არც გამდიდრებულები არიან მაინც და მაინც დალხენილად, იმიტომ რომ როგორც წესი ეს ნაკლებად განათლებული და რომლებმაც ვერ მიაღწიეს ვერაფერს ჩვეულებრივ ცხოვრებაში და აი ასეთ ფიზიკური შრომით უნდათ მოიპოვონ სიმდიდრე და თუ მოიპოვებენ ამ სიმდიდრეს, ასევე სწრაფად მას რომ თქვენ ჩარეცხავენ სალონებში, ჩარეცხავენ საროსკიპოებში, ვისკიში და ასე შემდეგ, ბანკოში, რა თქმა უნდა. ერთადერთი ვინც რეალურად მდიდრდება ადამიანი, რომელიც ყიდის აღჭურვილობას, გახსნილი აქვს სალონი, გახსნილი აქვს კაზინო, საროსკიპო და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ეს ხალხი, რომლებიც ისე ვიმეორებ, თვეების განმავლობაში მუშაობენ, რაღაც რაოდენობა ოქროს დააგროვებენ, 2-3 დღეში აი ამ სალონებში ტოვებენ. არის რა თქმა უნდა შემთხვევები და ყოფილა და ცნობილია, როდესაც ადამიანი რამდენიმე თვეში მართლა ცხაპრულად გამდიდრებულა და ეს იმდიდრე შეურგია კიდეც ძალიან საინტერესოდ გაუტარებია თავისი ცხოვრება. მე ვახსენე აი ეს ადამიანები, რომლებიც ემსახურებიან ოქროს ციებ-ცხელებით შეპყრობილებს და მათ შორის არ შემიძლია არ ვახსენო ჩემთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი ადამიანი, იმიტომ რომ მან შექმნა პროდუქტი, რომელიც ჩემი ცხოვრების თანამდებია და ალბათ სიცოცხლის ბოლომდე გამყვება, ეს გახლავთ ლევი შტრაუსი. ლევი შტრაუსი, რომელმაც გამოიგონა ჯინსები, რომელიც 1960-იანი წლებიდან იქცა თავისუფლების სიმბოლოდ და ალბათ სანამ დედამიწა იარსებებს, სანამ კაცობრიობა იარსებებს, ჯინსებიც იარსებებს, სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა ფერით, სხვადასხვა მოდიფიკაციით, მაგრამ ეს იქნება ბამბისგან შეკერილი შარვალი, რომლის ქსოვილით შეღებილი არის ინდიგოში და იმას ინდიგოს ფერი აქვს, ეს არის მუქი ლურჯი ფერი. მას ამზადებდნენ საფრანგეთის ქალაქ ნიმში და ამიტომ მას ქვია დენიმი და თქვენ თუ
ნახავთ დენიმს, ძალიან ხშირად ჯინსებს დენიმი აწერია ხოლმე, ეს იმას ნიშნავს, რომ ქსოვილი კვლავ იქ არის დამზადებული. დენიმისთვის დამახასიათებელია ის, რომ ქვედა ნაწილი მისი არის ღია ფერის მუდმივად, ხოლო ზემოდან აი ეს ინდიგოს ფერია, რომელიც რეცხვასთან და ხმარებასთან ერთად თანდათან ნორმალური ჯინსებზე საუბარი, ეს არის ლევაისი, თქვათ, Wrangler-ი, Lee და ასე შემდეგ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რეცხვისგან და ხმარებისგან ეს შარვალი კი არ ფუჭდება, პირიქით იძენს უფრო ჩამოყალიბებულ, უფრო სიძველის ფერს, რომელიც განსაკუთრებით ფასდება მის მოყვარულებში. საინტერესო ისტორია აქვს თვითონ ჯინსებს, ანუ პიკში არის ოქროს ციებცხელება, ეს ხდება 1860-იან წლებში და ლევაი შტრაუსი, ეს გახლავთ მიუნხენელი ებრაელი, რომელიც ჩასული არის კალიფორნიაში, ხსნის მაღაზიას ყველაფერი ოქროს მაძიებლებისათვის. ასეთი მაღაზია, სადაც იყიდება ნიჩბები, წერაქვები, ტომრები, საძილეები, კარვები და სარეცხი საცრები და ასე შემდეგ. და პარალელურად იყიდება მისივე შეკერილი კომბინიზონები. კომბინიზონებს იგი კერავს, სწორედ აი ამ დენიმისგან გამოგზავნილი ქსოვილებისგან და იგი გამოირჩევა ბრეზენტივით არის მასალა, საკმაოდ გამძლეა და ეს ხელსაწყოები რო ჩაალაგონ თუ ოქრო იპოვეს და თქვათ მადანი იპოვეს რაღაც ოქროს მაძიებლებმა ჯიბეებში ჩაილაგონ, ბევრ ჯიბიანია ეს კომბინიზონები, მაგრამ ერთი მინუსი აქვს. ჯიბეები იხება, ირღვევა უпроსორად იმ ადგილას, სადაც ისინი კუთხეებს ქმნიან. გამოსავალი უცებ გამოჩნდება ლევი შტრაუსის გვერდით, ასევე გერმანელი ებრაელი იაკობ დევიცი მუშაობს, რომელიც უშვებს რკინის მოქლონებს. და იგი შესთავაზებს, რომ მოდიო, აი ეს კუთხეები ამ მოქლონებით გავამაგროთო და გაამაგრებენ და მიაგნებენ 40 ოქროს საბადოს, იმიტომ რომ ლევის ის ჯინსები და ეს კომბინიზონები იყიდება, ესე იგი ვერასრებენ შეკერვას, ისინი დაიხირავებენ უამრავ კერავს, რომლებიც კერავენ დღე და ღამე, ამ იმას მაინც ვერ აუდიან, იმიტომ რომ იგი ძალიან პოპულარული ხდება, სწორედ იმის გამო, რომ მოკლონებით ჯიბეები უკვე რაც არ უნდა ჩააწყო შინით, არაფერი ემართებათ და ებრაელები იქნებოდნენ, გამჭრიახი, ჭკვიანი, ნიჭიერი ხალხი, მეორე თუ მესამე დღეს როგორც კი შეატყობენ, რომ ეს რაღაც საოცრებას მიაგნეს, დააპატენტებენ ამას და დღეს უკვე ნებისმიერი ჯინსი, რომელიც გამოდის და გამოდის, უამრავი ჯინსი, ახლა მე რა თქმა უნდა რეპლიკებზე არ მაქვს საუბარი, რომლებიც ჩინეთში მზადდება და რაღაცა სარდაფებში, მაგრამ სერიოზული ფირმები, რომლებიც ჯინსებს უშვებენ, ყველა უხდით საკომისიოს, საავტოროს შეიძლება ითქვას ლევი შტრაუს და ასე რომ ლევისები ჩემი ყველაზე საყვარელი ჯინსებია, რომლებიც საბჭოთა კავშირის დროს 2-3 ხელფასის ფასი იყო და ჯინსები აუცილებელი იყო, ეხლა სადღაცა მე-7 და მე-9 კლასიდან ჯინსი უნდა ქონოდა და ჩემთვის მაგალითად ყველაზე მოხერხებული შარვალია, რომელიც მაცვია ქალაქში, სოფელში, ტყეში, ღრეში, რა ვიცი, ყველგან, სადაც კი შარვალი მაცვია. ახლა კი დაუბრუნდეთ ჩვენს თხრობას. მაშასა ლევაი შტრაუსის და იაკობ დევიცის მიერ შეკერილ კომბინიზონებში გამოწყობილ ოქროს მაძიებელთა არმია შეტევაზე გადადის და როდესაც ისინი მოინელებენ მთლიანად კალიფორნიას და ამოწურავენ იქ ოქროს მარაგებს, მათი მზერა მიეპყრობა ჩრდილოეთისკენ. და მართლაც ალასკაზე რამდენიმე დიდი ახალი მდიდარი საბადო აღმოჩნდება. მაგრამ ალასკაზე მათი მტერი გარდა იმისა, რომ ძალიან ცივა, სადღაც თვეების განმავლობაში მუდმივი ღამეა, არის როგორც საკმაოდ აგრესიული ადგილობრივები, ასევე თეთრი დათვები და პირველი მტერი მაინც ეს გახლავთ მზრალი მიწა, ანუ გაყინული მიწა, რომლის მტრევა, რომლის ნგრევა, იმის რეცხვა, გადნობა და იმის რეცხვა არის ძალიან ძნელი, მაგრამ ოქრო არის იქ, ამიტომ ხალხი ამ ყველაფერს უძლებს.
ყურადღების გარეშე არჩება რა თქმა უნდა კანადაც, იმიტომ რომ ეს გამოყოლებაზე გეოლოგიური, ხა უკვე მე-19 საუკუნეში გეოლოგია კარგად არის განვითარებული და ოქროს მაძიებლები შეიძლება პროფესიონალი გეოლოგები არ არიან, ხა უნივერსიტეტები არ აქვს დამთავრებული, მაგრამ უკვე ისინი თვალით გრძნობენ, რომ თქვა ხა თიხებში ოქრო არ იქნება. ან თიხაში და თქვა ქვიშაში შეიძლება იყოს სადღაციდან მოტანილი გამორეცხილი ოქრო, რომელიც შეიძლება გაცრა და იპოვო, ონდეს იქნება ქვიშა და არა თვითნაბადი ოქრო, მაგრამ აი თვითნაბადი ოქროს საბადოები, რა თქმა უნდა, ყველაზე სასურველი ადგილებია და ასეთი ადგილების მოსაძებნად ეს ხალხი ძალიან ხიფათში იგდებს თავს, მიდის ისეთ ადგილებში, სადაც ადგილობრივი თქვა ინდიელების გარდა ფეხი არავის დაუდგამს. მე ნახანის ხეობის შესახებ გადავიღე ვიდეო და აუცილებლად ნახეთ, ვისაც არ გაქვთ ნანახი, აი თავმოჭრილთა ხეობის შესახებ ძალიან საინტერესო ვიდეოა და გემახსოვრებათ, ვისაც ნანახი გაქვთ, რა საზარელი ამბები ხდებოდა იქ და ამბობენ, რომ დღესაც ხდება. რაღაცით ნახანის ხეობის ამბებს გავს პიტის ტბის ირგვლივ განვითარებული მოვლენები. პიტის ტბა ეს არის კანადის, ბრიტანეთის, კოლუმბიაში მდებარე ტბა, უზარმაზარი ტბა, რომლის ნაპირებზეც მე-19 საუკუნის ბოლოდან დღევანდელ დღემდე რაღაც გაურკვეველი ამბები ხდება და ჩვენ ამ ამბებს დავიწყებთ თავიდან და ნელ-ნელა გავყვებით ბოლომდე. 1879 წელს გაზეთ Mail and Guardian-ში ქვეყნდება სტატია, სადაც წერია: რამდენიმე დღის წინ ერთმა ინდიელმა კარგად დიდი ზომის თვითნაბადი ოქროს ნიმუში მოგვიტანა, რომელიც მან პატარა ნაკადულში იპოვა, რომელიც პიტის ტბის ჩრდილოეთით არის. ეს იყო პირველი ხსენება ამ ადგილებში ოქროს პოვნისა და სწორედ ამ სტატიის მერე იწყება უცნაური ამბების სერია, რომელიც ისევ ვიმეორებ აგერ დღემდე გრძელდება და რომლის შესახებაც დღეს ვისაუბრებთ. აქ რომ ოქრო უნდა ყოფილიყო, ამ ადგილების გეოლოგიაც მიუთითებდა, იმიტომ რომ ეს გახლავთ ესეთი წყება არის მთების და მის მთისწინებში საკმაოდ ხანში შესული მთებია, სადაც უკვე ის საბადოები, რომლებიც როგორც წესი ქანების სიღრმეშია ხოლმე უკვე გამოფიტულია, გარეთ არის გამოსული და აქ დიდი შანსია რომ მართლაც იპოვო თუ თქვათ თვითონ საბადოა რომ იმ საბადოდან გამორეცხილი ოქრო. ეს მტრულად განწყობილი ადგილებია, საკმაოდ მიუვალი, დღესაც კი ეს არ არის ადვილად დასალაშქრი, კარავი გადაიკიდე ზურგზე და პიტის ტბას გაუყევი იქეთ ზემოთ დინარეებს და მის ხეობებს და ჩანჩქერებზე გადადი და გადმოდი ხეობებში ადი, ასე არ არის. დღესაც კი ძალიან რთულია და წარმოვიდგინეთ რა 70 წლის წინ რა იქნებოდა, როდესაც შესაბამისი არც ტანსაცმელი იყო, არც აღჭურვილობა და თუ იყო ეს აღჭურვილობა იწვანიდა ძალიან ბევრს. ოქროს რეცხვა ყინულოვან წყალში უწევდათ, კანადის ჩრდილოეთია მაინც, კოღოების გუნდები, მილიარდობით კოღო. ახლა არის საშუალება რომ დაიცვა თავი მათგან, მაგრამ მაშინ ასე არ იყო და ერთი კოღო რო გიკვენთ რა დღეში ვარდებით და წარმოიდგინეთ რა მთელი გუნდი რო დაგზდებთ 24 საათის განმავლობაში. ასევე რა თქმა უნდა მშიერი დათვები და პარალელურად რა თქმა უნდა ინდიელები, რომლებიც მაინც და მაინც დიდად გახარებულები არ არიან ამ თეთრკანიანების აქეთ-იქით სიარული და მათი მიწების თხრით და რაღაცეების წაღება წამოღებით. ასევე თუ თქვა ადამიანი პოულობს რაღაც სერიოზულს, მისივე თანამუძმემ შეიძლება მას თავში ჩაარტყას და მის მიერ ასეთ წყალებით და ტანჯვით მოპოვებული რამ თვითონ ჩაიდოს ჯიბეში და ის კიდე სიცოცხლეს გამოასალმოს. თეთრკანიანები რა თქმა უნდა ვარაუდობენ რომ სწორედ ინდიელებმა იციან ამ ადგილებში სად მოიპოვება ოქრო, ისინი ხო თაობები აქ ცხოვრობენ, იცნობენ ამ ტყეებს და ხუთი თითივით იციან ეს ფლატეები და კლდეები და ხეობები. და ჩრდილოეთ ამერიკელ ინდოელებს, სხვა შორის ევროპელების გამოჩენამდე, თუ თქვათ სამხრეთ ამერიკელებს და თქვათ იუკატანის აცტეკებს, მაიას და სხვა ტომებს, ცივილიზაციებით ჩამოაყალიბა ინკებს და ასე შემდეგ, ჰქონდათ ოქროსადმი მოწიწება და მას თვლიდნენ მეტალად, რომელიც სიმდიდრეს წარმოადგენდა, ან ყოველ შემთხვევაში რაღაცა წმინდა მეტალი იყო. ჩრდილოეთ ამერიკელი ინდიელებისთვის ეს
არ იყო გამოსადეგი მეტალი. კი, კარგი ფერის იყო, მოყვითალო, არიჟანგებოდა, მაგრამ მისგან იარაღს ვერ დაამზადებდი. რბილი იყო და ასევე ცოტა იყო. ფაქტიურად არ არსებობდა. რო თქვა რაღაც დიდი რაოდენობით მოგეპოვებია და იმისგან ნაჯახი გაიკეთებია, თქვა მაგარიც რომ ყოფილიყო. ამიტომ არ თuliდნენ ინდიელები ევროპელებმა უთხრეს რომ გააგებინეს უпроსორად რომ ეს მეტალი ძალიან მაგარი მეტალია და თუ დაეხმარებიან მის მოძებნაში, ვთქვათ მიცემენ იქ ტანსაცმელს, იარაღებს, კაროებს, რაღაცას, ну რაც ახლა ინდიელებს ჭირდებათ, ხო? იქ სადაც ოქროა, მის მიდამოებში აუცილებლად იხსნება სალუნები, სადაც იაფასიანი ვისკი მდინარეებით მოედინება და სადაც ოქროს მაძიებლები სისხლით და ოფრით მოპოვებულ აი ამ მეტალს აბარებენ. პიტის ტბიდან დაახლოებით 50 კილომეტრში მდებარეობს პატარა ქალაქი, უბრალოდ დასახლებული პუნქტი იყო, სადაც იყო ძირითადად მაღაზიები ყველაფერი ოქროს მაძიებელთათვის, იყო საროსკიპოები და სალუნები. Ну, როგორც წესი ეს სამი საროსკიპო, ბანკო და სალუნი ერთად იყო გაერთიანებული, იქვე იყო სასტუმრო და ეს ოქროს მაძიებლები თვეობის განმავლობაში დახამებულები სასმელს, საჭმელს, კარგ ძილს, სისუფთავეს და ქალებსაც, რა თქმა უნდა, აქ მოდიოდნენ და აქ განიტვირთებოდნენ, ხოლმე განიტვირთებოდნენ არა მხოლოდ ფიზიკურად და მორალურად, არამედ ოქროებისგანაც, იმ ოქროსგანაც, რომელსაც ისინი მოიპოვებდნენ. და სწორედ აი ესეთ სალონში ერთხელაც შემოდის ხანში შესული ინდიელი, სახელად სლომახი ან სლუმაჩი, მაგრამ ხა უფრო სლომახს ეძახიან მას და ჩვენც ასე დავარქვათ, იმიტომ რომ მასზე მოგვიწევს საუბარი და 1889 წელია იგი შედის ნიუ ვესტმინსტერი ქვია ამ დასახლებას, შედის სალონში და უკვეთავს ყველაზე ძვირიან ვისკს და თან უკვეთავს ყველასთვის. ну, როდესაც სალონის მომსახურე პერსონალი ეუბნება, ფული საიდანაა. დააგდებს ტომსიკას, რომელიც სავსე არის გახსნიან და თვითნაბადი ოქროებია შიგნით. მათ შორის არის კაკლის ხელა თვითნაბადებიც და თვალებს აკაჩავს ყველა. იქ წავა დიდი კეიფი, მოკლედ სლომახი ერთი კვირის განმავლობაში ყველას პატიჟებს, საუკეთესო ქალები მისია, საუკეთესო საჭმელი და მომსახურება და როგორც გამოჩნდება, ისევე ქრება. ქრება და შემდეგ ისევ ვრუნდება, შემდეგ ისევ ქრება და ასეთი პერიოდულობა 16 ჯერ არის აღწერილი. ეს დოკუმენტირებულია ყველაფერი. ანუ უკვე მე-16 ჯერ ჩამოვიდა სლომახი და მე-16 ჯერ მოაწყო ასეთი ღრეობა და ორგია. მიხვდა ხალხი რომ რაღაცა სერიოზულზე ზის ეს კაცი, სერიოზულ საბადოზე, მანამდე არ ვიცი რატომ მანამდე 16 ჯერ ჩამოსვლა რა სჭირდებოდა ამ კაცს მეორე მესამე ჩამოსვლაზე უკვე უნდა მიმხვდარიყავი რომ ზემოდან არ უცვიო ესა და რაღაცას მიაგნო მან. არის ასეთი ლეგენდები ზადის რომ ყველა ჩამოსვლის შემდეგ, ანუ 16 ჯერ იყო ჩამოსული, 16 ჯერ წასული. ყველა ჩამოსვლის შემდეგ მას თან მიყავსო გოგონა ქალი. და შემდეგ ეს ქალი ქრებაო. რომ მიყავს მას ეს ქალები, შემდეგ ეს ქალები რადგან ნახულობენ სად მოიპოვებს იგი ამ ოქროს, უკანა გზაზე უკვე იგიო კლავსო მათო. ინდიელის საქციელი სხვათა შორის და ამ ლეგენდებით თუ ამ ჭორებით ინტერესდება პოლიცია და ისინი თვლიან რომ სლომახმა კი არ მიაგნო საბადოს, არამედ იგი უბრალოდ ძარცვავს იმ ადამიანებს, რომლებმაც მიაგნეს და აწარმოეს და რეწეს ოქრო. სწორედ აქედან აქვსო მასო სიმდიდრეო და არის ასეთი კონსტაბლი გრეინჯერი, რომელიც საქმის გამომძიებლად დანიშნეს. ეს გრეინჯერი იმ დროინდელი ოპერმუშაკია, შეიძლება ითქვას, მან თავი გაასაღა როგორც მდიდარმა ოქროს მრეწველმა და როდესაც სლომახი კიდევ ერთხელ ჩამოვიდა ქალაქში თავის ოქროს ზოდებიანად, მას დაუმეგობრდა. და მალევე დაადგინა, რომ არა მხოლოდ პოლიცია დაინტერესებული სლომახის ამ უეცარი გამდიდრებებით, სერიებით გამდიდრების, არამედ ვინმე მოლი ტაინემსიც. საკმაოდ ლამაზი და მისან დასახული მანდილოსანია იგი და მასაც აქვს სურვილი რომ სლომახის საიდუმლო მოხსნას და როგორც ყველას მასაც რა თქმა უნდა გამდიდრება სურს ერთბაშად და მარტივად. მანამდე ეს ქალი, პოპულარული ქალია იმ ნიუ ვესტმინსტერში და ესეთ
იქაურ ძველ ბიჭებთან კარგი ურთიერთობა აქვს, ანუ კიცეცის კიცმაცურიცის და იგი თulis რომ ინდიელის დაბმას წინ არაფერი უდგას, მით უმეტეს ახლა სლომახი სადღაც როგორც ამბობენ 65 წლის, 65-66 წლის არის, მან იცის ის რომ სლომახი ქალებს კლავს, მაგრამ არ თulis ამას სერიოზულ საუბრად, აქვს იმედი რომ იგი წაიყვანს მას, საბადოს აჩვენებს და პირიქით გააკეთებს, იქეთ მოკლავს სლომახს და ამ საბადოს ჩაიგდებს ხელში. არ გადის 2 კვირა რომ ამ მოლის უსულოს სხეულს პოულობენ მდინარეში. მას რამდენიმე დანით მიყენებული ჭრილობა აქვს სხეულზე. გამომძიებლები შეადარებენ სლომახის დანას და იმ ჭრილობებს, რომლებიც მოლის აქვს მიყენებული და დაადგენენ რომ მან მოკლა. ეს ქალი ძალიან სწრაფად გამოუტანენ მას განაჩენს და სასამართლოს შემდეგ რამდენიმე საათში მას ეშაპოდზე აიყვანენ. ეშაპოდზე აიყვანენ და ჩამოახჩობენ ოქროს საიდუმლოც სლომახთან ერთად კვდება. ეს არის ესეთი ლეგენდა, რომელიც არაფრით არ არის გამყარებული. თუმცა გაირკვა, რომ ამ ლეგენდას აქვს საკმაოდ ღრმა და ძალიან საინტერესო ფესვები და სწორედ ამ ფესვებში ვცადოთ ჩვენ ახლა გარკვევა, იმიტომ რომ ის ამბები, რასაც ახლა მოყვები, ეს უკვე დოკუმენტირებულია. ქალების კვლელობები და რაღაცები, ეს ყველაფერი არ არის დამტკიცებული ყოველ შემთხვევაში. და რაღაც ირიბის ამხილებია. რეალურად რა ხდება? 1890 წლის 9 სექტემბრის გაზეთ ვიქტორია კოლონის რეპორტში იბეჭდება ნარკვევი, რომელშიც წერია: ლილუეტის ყურეში ლუის ბი მეტისი გულში გასროლით შემთხვევით მოკლა ინდიელმა სახელად სლომახი. ეს ამბავი მდინარე პიტთან მოხდა. ამ მდინარის ხიდიდან ზემოთ 4 კილომეტრის მოშორებით. ინდიელი სახელად სლომახი 60 წლის ასაკის ამ ადგილებში ნადირობდა და როცა იგი ბუჩქებიდან გამოვიდა, ორლულიანი თოფი ეჭირა ხელში. მან სხვა ინდიელები შეამჩნია, რომლებიც იქვე კალმახს იჭერდნენ. მასთან ერთ-ერთი ინდიელი მივიდა, უпроსტად მეტისი, რომელსაც სახელად ერქვა ლუის ბი. ცოტა უკმეხად დაელაპარაკაო მასო და უთხრაო, რომ ახლა აქედან წადი, ესო ჩვენი ადგილიაო. ამაზე სლომახს ხმა არ ამოუღიაო. მან თოფი მიაბჯინა ლუის და გამოკრა ჩახმახს ხელი და ლუისი რა თქმა უნდა ადგილზევე მოკლაო. შემდეგ ცივსისხლიანად გადატენაო ეს თოფი, ჩამოჯდა იქვე ქვაზეო და ის ინდიელები ამ ლუის მეგობრები რო შეხედებსო ისეთ სახე ქონდაო ამ კაცო, რომ ეგრევე იქედან აორთქლდნენო. და შემდეგ ისინი ყვებიან, რომ იარაღიო ლუისაც ქონდაო, იმის იარაღიო აიღო და ორივე ეს თოფი გადაიკიდაო და ტყეში შევიდა და გაუჩინარდაო. 10 სექტემბერია შერიფის ოფისში იკრიბებიან პოლიციელები, იქმნება ოპერატიული ჯგუფი, რომელსაც დავალებული აქვს სლომახის დაჭერა და ეს ჯგუფი გადის დანაშაულის ადგილას. დანაშაულის ადგილას ისინი შეხვდებიან ინდიელებს, რომლებიც აქ რიტუალებს ატარებენ, მღერიან, თავიანთ ცეკვებს ცეკვავენ და როდესაც პოლიციელები გაესაუბრებიან მათ, აღმოჩნდება საოცარი რამ, რომ 2 დღის შემდეგ, ან მეორე დღეს უпроსტად მკვლელობიდან სლომახი დაბრუნდება ტყიდან, ბის ცხედარს, რომელიც უკვე წაღებული აქვს ამ ინდიელებს თავიანთ დასახლებაში, გამოიტაცებს, ჩადებს მას კანოეში, კანოეს გაიყვანს პიტის ტბის შუაში და გადაუძახებს სხეულს წყალში. პოლიციის კაპიტანი ამ ვარაუდზე დაყრდნობით ინდიელებს თხოვს, რომ მდინარე და თვითონ ეს პიტის ტბა კარგად დაათვალიერონ. როგორც გაზეთის სტატია ბოლოში იუწყება, ლუის ცხედარი აღმოაჩინეს. საინტერესოა, რომ აქ სლომახი ახალგაზრდა მოკეიფე და ქალების მოყვარულ ადამიანად კი არ არის წარმოჩენილი, არამედ რეალურად ეს გახლავთ ხანში შესული ინდიელი, რომელიც თავს ირჩენს ნადირობით, როგორც ჩანს, იმიტომ რომ იგი მას ტყეში აქვს თავისი ქოხი აშენებული და ასევე იგი არის საკმაოდ ცივსისხლიანი ადამიანი, რომელიც ეს 25 წლის ბიჭს თავისივე ტომის წარმომადგენელს ესე უბრალო რაღაცის გამო კლავს. საგაზეთო ტექსტი ცოტა უცნაურად ჟღერს, იმიტომ რომ საპოლიციო გამოძიების ტექსტი ცოტა სხვანაირია და ეხლა ჟურნალისტებს რო გაბუქება უყვართ ზოგადად
ფაქტების ეს ყველასთვის ცნობილია და რა თქმა უნდა, გაცილებით საინტერესო არის პოლიციელების მიერ შედგენილი ოქმი. ეს ოქმი შედგენილი 1890 წლის 11 სექტემბერს და იგი იუწყება, რომ გუშინ მერის ხდომათა დარბაზში მოწყობილ შეკრებაზე ლუი ბის ცხედარი შევისწავლეთ. იგი მეტისია, რომელიც გასულ ორშაბათს პიტ რივერის ნაპირას დღისით მოკლა ინდიელმა სახელად სლომახი. ექიმმა უოკერმა გაკვეთა ლუი ბის გვამი და აღმოაჩინა, რომ მარცხენა ხელის ძვალი დამსხვრეული იყო ტყვიით, რომელიც მოკლული სხეულის მარცხენა გვერდიდან შევიდა. მან გატეხა მეხუთე მალა, შევიდა გულის მარჯვენა პარკუთში და გახეთქა ფილტვი. ტყვია მარჯვენა ფილტვში იყო გაჭედილი. სიკვდილი წამიერად დადგა. ჩარლი სეიმური, ინდიელი, რომელიც ამ მკვლელობის მოწმე იყო, დავკითხეთ ნაფიც მსაჯულთა თანდასრებით. მსაჯულებმა ერთხმად დაადგინეს, რომ საქმე გვაქვს ცივსისხლიან და წინასწარ განზრახულ მკვლელობასთან. ამის შემდეგ ცხედარი კუბოში მოვათავსეთ და ინდიელებს გავატანეთ თავიანთ დასახლებაში, რომელიც პიტის ტბასთან მდებარეობს. რათა იგი დაეგრძალათ თავიანთი ტრადიციების მიხედვით. მისტერ მორსბი და სპეციალური დანიშნულების ორი ოფიცერი დღეს დილით გემით მკვლელობის ადგილისკენ გაემგზავრნენ. აქ მათ ინდიელთა ბელადი უნდა შეხვედროდათ. ბელათან ერთად იქნებიან ადგილობრივი ტომის ინდიელები, რომლებთან ერთადაც ოფიცრები მანამდე იქნებიან ადგილზე, სანამ სლომახს არ დააკავებენ და სასამართლოს არ წარუდგენენ. კიდევ ერთი ოქმი, ეს გახლავთ 1890 წლის 12 სექტემბრის, ანუ მეორე დღის ოქმია, რომელიც იუწყება. სლომახი, ლუი ბის მკვლელი, ჯერ ისე ვერ დავიჭირეთ, არ არის რამე იმედი, რომ ახლო მომავალში მას დავაკავებთ. მისტერ მორსბი გუშინ პიტის ტბისკენ წავიდა და იქეძებდა ინდიელს, მაგრამ ამაოდ. არადა ცოტა ხნის ადრე ინდიელებმა დაინახეს სლომახი, მაგრამ იგი კვლავ სწრაფად გაუჩინარდა ტყეში. იმ ადგილას, სადაც ბოლოს დაინახეს, მორსბიმ დენთით სავსე ქილა იპოვა. ასევე იქ იყო დიდი რაოდენობით საკვები, მათ მოახდინეს კანოეს კონფისკაცია, სლომახს იზღა დარჩენია, რომ შიმშილი და სიცივე რომ შეაწუხებს ხალხთან გამოვიდეს. ერთია, რომ ინდიელებს ცეცხლივით ეშინიათ მკვლელის და ფაქტიურად არ ეხმარებიან პოლიციელებს და მეორე, რომ ტომის ბელადმა თქვა, სლომახმა წლების წინ კიდევ ერთი ადამიანი მოკლაო. ყველა ამბობს, რომ სლომახი ცივსისხლიანი მკვლელია, რომელიც არაფერზე არ დაიხევს უკან. 16 სექტემბერი, ანუ 4 დღის შემდეგი ოქმია. ინდიელები ამბობენ, რომ სლომახს 5-ზე მეტი მკვლელობა აქვს ჩადენილი, ანუ უკვე იზრდება მკვლელობების რაოდენობა. და ეს ბოლო 25 წლის განმავლობაში. მან 6 წლის წინ ყოველ მიზეზს გარეშე დალაუბი მოკლა. ამის შემდეგ მთებში გაიხიზნა და იქ მარტომ 1 წელი გაატარა. მერე მოულოდნელად დაბრუნდა, ააშენა ქოხი და მშვიდად ცხოვრობდა. ჩვენც ხმა არ გაგვიცია, იმიტომ რომ გვეშინოდა მისი. ინდიელები თვლიან, რომ სლომახს ყველანაირი გაჭირვების ატანა შეუძლია. იგი ისე კარგადაა შეგუებული მარტო ცხოვრებას ტყეში, რომ მისთვის არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს იქ არსებობა. როგორც მონადირეს, მას ახლომახლო ბადალი არ ყავს. ამბობენ, რომ მას თვით ეშმაკისაც არ ეშინია და უაღრესად სასტიკი ადამიანია. უზადოდ ფლობს იარაღს და ძალიან საშიშია. მოკლედ, ძალიან ეშინიათ ადგილობრივ ინდიელებს ამ კაცის. ამ ხანში შესული ინდიელიც. შემდეგი ოქმი არის უკვე 19 სექტემბერს. ინდიელები ამბობენ, რომ სლომახი ყოველთვის უცნაურად იქცეოდაო. იგი დროდადრო ტყეში მარტო მიდიოდა, იკვირეების განმავლობაში ცხოვრობდა, ამის შემდეგ ბრუნდებოდა და როგორც აჩრდილი ისე გამოიყურებოდა. იგი ველურ ცხოველს უფრო გავდა ვიდრე ადამიანს. მის თანატომელებს მისი ეშინიათ ადგილობრივი ინდიელების საქმეების მმართველი მისტერ მაკტირანი შეხვდა პიტის ტბის ინდიელთა ტომის წარმომადგენლებს და დაარწმუნა ისინი, რომ თუ სლომახი გამოჩნდება, დააკავონ იგი და ჩააბარონ სამართალ დამცავებს. 25 სექტემბერი. რადგან სლომახს ადგილობრივები დახმარებას არ უწევდნენ, იგი გამოვიდა ტყიდან და პოლიციას ჩაბარდა. იგი რამდენიმე დღის მშიერი იყო და საშინლად გამოიყურებოდა. ტანსაცმელი დაგლეჯილი ჰქონდა, თან არ ჰქონდა იარაღი, ჰქონდა უამრავი სისხლ-ნაჟღენთი, ხმას არ იღებდა. სლომახი ქალაქში გადაიყვანეს და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მოათავსეს. ამბობენ, რომ მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა და არავინ იცის გადარჩება თუ არა იგი. გადის კიდევ დაახლოებით 8 დღე.
1890 წლის 3 ნოემბერი. სლომახი გამოჯამრთელდა და სასამართლოს წინაშე წარს დგა. დავკითხეთ რამდენიმე მოწმე და წარმოადგინეთ უამრავი სამხილი. ამის შემდეგ მოსამართლემ საქმე ნაფიც მსაჯულებს გადასცა განსახილველად. ერთი კვირის თავზე 11 ნოემბერს სლომახი, რომელიც პროვინციული სასამართლოს სხდომას ელოდება, რომელიც ხვალ უნდა გაიხსნას, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და შესაძლოა სასამართლოზე ვერ შეძლოს გამოცხადება. იგი ძალიან სუსტადაა, იმიტომ რომ ციხე ზოგადად ინდიელებზე მომაკვდინებლად მოქმედებს. როგორც ჩანს, ვერც სლომახი გადაიტანს საკანში ყოფნას. თუ იგი ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვერ გამოცხადდება სასამართლოზე, მაშინ სხდომა გადაიდება. და სლომახი ალბათ საკანში მოკვდება და არა სახრჩობელაზე. 1890 წლის 15 ნოემბერი. სლომახი გამოკეთდა, სასამართლომ იგი კვლავ დაკითხა რამდენიმე ინდიელთან ერთად, მათ დაწვრილებით უამბეს დამსწრეებს ტრაგედიის დეტალების შესახებ, მათ განაცხადეს, რომ მოკლულ ბის ადამიანებთან ხშირად მოსდიოდა ხოლმე კონფლიქტი, იგი ამ დროს ყვიროდა ხოლმე, იგინებოდა და არაადეკვატურად იქცეოდა. სლომახის მიმართ კი მას რაღაც განსაკუთრებული აგრესია ჰქონდა და კაცმა არ იცის რატომო, ამას ინდიელები ამბობენ. ნაფიცი მსაჯულები განაჩენის გამოსატანად გადიან, 15 წუთში ბრუნდებიან და აცხადებენ დამნაშავეა. მოსამართლემ მკვლელის ჩამოხრჩობის ვერდიქტი გამოიტანა. 1990 წლის 16 ნოემბერი. სლომახი მყარი ნაბიჯით ადის სახრჩობელაზე, მის პლატფორმაზე და შეკრებილი ხალხისკენ შეტრიალდება. ჯალათი სწრაფად ჩამოაცმევს მას ყულps, ხოლო პასტორი მორგანი ლოცვას აიკითხავს და ამის შემდეგ სლომახს ჩამოახრჩობენ. ეგზეკუციას 50-მდე ინდიელი ესწრება, ცხედარი კორონერმა და რამდენიმე მოწმემ შეამოწმა და დაადგინეს, რომ ესაა ის, რაც ჩვენ დოკუმენტირებულად ვიცით ამ ინდიელის შესახებ. აქ ოქროზე და მისტიკაზე საერთოდ საუბარი არ არის თუ ატყობთ. მაშ რატომ უნდა გვაინტერესებდეს ერთი ტრივიალური მკვლელის ისტორია. ასეთი ამბები ხომ იმ პერიოდში ძალიან ხშირად ხდებოდა და მით უმეტეს ჩრდილოეთ ამერიკაში, შეერთებულ შტატებშიც და კანადაშიც, როგორც წესი, მკვლელებს სიკვდილით ჯიდნენ, იქ არ იყო რაღაც გადავადება სასჯელის და წლების განმავლობაში რო ელოდებიან, ახლა და აწლეულები გადის და თავის სიკვდილით კვდებიან, ასე არ იყო, გამოიტანდნენ განაჩენს, მეორე დღეს უკვე ახრჩობდნენ. და როგორც ხედავთ, პოლიციის ოქმები საკმაოდ მიკერძოებულია, ამიტომ ახლა ვეცდები გავერკვეთ თუ რა მოხდა სინამდვილეში უკვე სხვადასხვა სამხილების მიხედვით. მაშასე ჩვენ გვყავს ხანში შესული ინდიელი 60+ წლის, რომელსაც ადგილობრივები პატივსაცემენ და პარალელურად ძალიან ეშინიათ მისი. იგი ითვლება კარგ მონადირედ და ტყეში ცხოვრების ავტორიტეტად არის მიჩნეული. მას მრავალი თვის განმავლობაში შეუძლია ტყეში ცხოვრება, რატომ მიდის ტყეში და იქ ამდენი ხნის განმავლობაში რასაკეთებს არავინ იცის, მაგრამ ფაქტია, რომ თუ გავიხსენებთ 1869 წლის საგაზეთო სტატიას, სადაც საუბარი არის ვინმე სლომახზე, ინდიელზე, რომელიც ქალაქში გამოჩნდება ხოლმე და ჩამოაქვს ოქროს თვითნაბადი ოქროს ნატეხები. ანუ მართლაც არ არის გამორიცხული, რომ ერთი და იგივე სლომახზე იყოს საუბარი. აქ ჩნდება ეჭვი, რომ ლუის ბი და ეს ინდიელები, რომლებიც მას ხვდებიან, როდესაც იგი ტყიდან გამოდის, სწორედ მას უთვალთვალებდნენ. ისედაც ძნელი წარმოსადგენია, რომ ეხლა ძალიან აგრესიული რო ყოფილიყო, ძალიან საშიშიც ეს კაცი, რამდენიმე ახალგაზრდა ინდიელ 65 წლის კაცი, რაც არ უნდა იარაღი ქონოდა, ვერ გაუმკლავდებოდა. აშკარაა, რომ მისი რიდი, მისი შიში აქვთ აი ამ ადამიანებს. და კიდევ ერთი, ყველა ჩვენებაში მოწმეები წერენ, რომ ინდიელებს ეშინიათ სლომახის. არ დაგვავიწყდეს ასევე, რომ მკვლელობიდან მეორე დღეს იგი მიდის ინდიელთა დასახლებაში და ეს არის დოკუმენტირებული, ყოველგვარი პრობლემის გარეშე ნათესავებს აართმევს ლუის ბის ცხედარს, მას ვერავინ უწევს წინააღმდეგობას, მიაქვს მისი გვამი შუა ტბაში და აგდებს მას.
და მისდამი არავის არ უჩნდება პრეტენზია, არავის არ უჩნდება კითხვა, რატო გააკეთა ეს, ან რომ შეეწინა, არავინ არ ეწინააღმდეგება და მხოლოდ პოლიციელების ჩასვლის შემდეგ იწყებენ მხედარი ძებნას და პოულობენ. 1890 წლის 13 სექტემბრის გაზეთ Daily Columbian-ის სტატიაში ნათქვამია, რომ შერიფის მოადგილე, რომელიც სლომახის დაკავების ოპერაციაში იღებდა მონაწილეობას, ამბობს, რომ ადგილობრივებიო ხელს მიშლიანო გამოძიებაშიო და ზოგადად კვალს მირევენო, ანუ თვითონ ნათესავები, ანუ მოკლულის ნათესავებიც არ არიან დაინტერესებულიო, მე ასე მგონიაო სლომახის დაჭერაშიო. საკმაოდ აგრესიულად არიან ისინი თეთრკანიანებისადმი განწყობილები და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ინდიელთა საქმეების ესეთ კომისარი არსებობდა იმ დროს, ისო დაემუქრა ინდიელებს, რომ აქედან გადაგასახლებთო და რეზერვაციაში შეყრითო. და მხოლოდ ამის შემდეგო გაამხილესო, რომ სლომახსო აემადა ამ ადგილას თავის ქოხი აქვს. მართალი მივედით იმ ქოხში არავინ არ იყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამით შევაშინეთო, მაგრამ მანამდეო ისინი ციუ უარზე იყვნენ, რომ გაემხილათ ამ ადამიანის, თუნდაც მკვლელის, თუნდაც მათი ნათესავის მკვლელის ადგილმდებარეობა. სლომახის ჩამოხრჩობიდან მალევე ჩნდება ჭორები, რომ მას შემდეგ რაც ინდიელი მიხვდა, რომ მას 100%-იანი სიკვდილი ელოდა რამდენიმე საათის შემდეგ, რომ მან ოქროს საბადოს მისამართი და ადგილმდებარეობა ნათესავებს გაანდო. ინდიელთა ენაზე მან წარმოთქვა, ვინც ჩემს ოქროს მიუახლოვდება, ყველა მოკვდება. ესეც სხვათა შორის არის დოკუმენტირებული ეს სიტყვები. სლომახი იყო კაძის ტომიდან, რომელიც ბრიტანეთის კოლუმბიის მდინარე ფრეიზერის გასწვრივ ცხოვრობენ. ეს ულამაზესი ადგილებია სხვათა შორის, ვინც ჩემი მაყურებლებიდან რამდენიმე ცხოვრობს ბრიტანეთის კოლუმბიაში და ზოგადად ბრიტანეთის კოლუმბია როგორც ამბობენ და როგორც მაქვს მე ნანახი ვიდეოები და ფოტოები, საოცარი სილამაზის მხარე არის, კანადის შტატია. იმ ძალიან მდიდარი არის თევზით, ბეწვეულის მქონე ცხოველებით, ნადირით და ასევე სასარგებლო წიაღისეულით. 1879 წელს ინდიელთა აღწერა ჩატარდა და მასში სლომახი გატარებული არის, იპოვეს როგორც სლუმ-ოოკი. ანუ მისი ნამდვილი სახელი სლუმ-ოოკია, მაგრამ როგორც ჩანს სლომახი უფრო უადვილდება, რო თქვან და ამავე დროს დაფიქსირებულია, რომ მას, აი თქვათ, როგორც ლუის ბის, არ აქვს აღებული ქრისტიანული სახელი. ეს იმას ნიშნავს, რომ იგი შამანობას მისდევს და ქრისტიანობა არ აქვს მას თავის რელიგიად აღიარებული. დადიოდა სხვათა შორის ხმები, რომ იგი ვერიტანდა თეთრკანიანებს და მასო საკმაოდ ბევრი, ამასო ინდიელები არ ამხელებდნენ, მაგრამ საკმაოდ ბევრი ადამიანის თეთრკანიანის სკალპი ჰქონდაო. ანუ სკალპი რას ნიშნავს? კლავდა თეთრკანიანებს და მე სკალპს აჭრიდა, ხო? ნუ ეს ჩვეულებრივი მეთოდი არის. ისე როგორც თქვა, ხევსურები მტრის ხელს მარჯვენას ჭრიდნენ და კარებზე აკრავდნენ, ანალოგიურად ინდიელები სკალპს ხდიდნენ თავიანთ მტერს, მოკლულს და მას ინახავდნენ. ახლა კი უკვე უახლოვდებით იმ იდუმალ ამბებს, რომლებიც სლომახის გარდაცვალებიდან კარგა ხნის მერე იწყება. 1901 წელს ოქროს მაძიებელი კლიფორდ ველინგტონი ინტერვიუს აძლევს კანადურ გაზეთ The Province, სადაც ამბობს, რომ სლომახმა თავის ნათესავს გაუმხილა თვითნაბადი ოქროთი სავსე სამალავი, მაგრამ ეს უკანასკნელი წავიდა თუ არა ამ სამალავის საძებნელად, ძალიან მალევე დაბრუნდა უკან, იგი ძალიან ცუდად იყო. დიელს მოუყვა ამ სამალავის შესახებ, იმიტომ რომ გრძნობდა, რომ მალევე მოკვდებოდა, სხვა შორის მართლაც მალევე გარდაიცვალა. ამ ინდიელისგან უკვე ველინგტონმა გაიგო სლომახის ოქროს ამბავი. ველინგტონი ამ ინტერვიუს მიცემის შემდეგ მიდის სლომახის ოქროს საძებნელად და ქრება. ქრება ისე, რომ მის ასავალ-დასავალს ვერ პოულობენ, მიუხედავად იმისა, რომ შერიფი საკმაოდ სერიოზულ რაზმს შეკრიბავს და ამ ადამიანს ეძებს. საკმაოდ საპატივცემულო ადამიანია ეს ველინგტონი, მაგრამ ნუ ესეთ ოქროს მაძიებელიც არის, ავანტიურისტიც არის. მის კვალს ვერ მიაგრებენ. ამის შემდეგ ვინმე პიტ მუდი, პიტის ტბის ახლოს მდებარე ადგილებიდან ბრუნდება ოქროს ქვიშით სავსე 2 ტომსიკით.
1903 წლის საგაზეთო სტატიები უწყებიან, რომ პიტ ლეიკთან სავარაუდოდ დიდ ოქროს საბადოს გადააწყდნენ. მუდიმ არ გაამხილა თუ სად იპოვა ამდენი ოქრო და ამიტომ ამ ადგილებს უამრავი ოქროს მაძიებელი მიაწყდა. მათ შორის იყო, დამოვიწყდა მე თქვა, მუდი დაბრუნდება ამ ოქროთი, მას დოლარებად აქცევს და ორ თვეში იღუპება გაურკვეველი დაავადებით. 1903 წელს, იმავე წელს, ტბას სტუმრობს ძალიან ცნობილი ოქროს მაძიებელი, ალასკელი ჯონ ჯექსონი, შედის ტყეში. შედის ტყეში და 3 თვის შემდეგ იგი ბრუნდება მძიმე ზურგჩანთით ზურგზე მოკიდებული, ბანკში აბარებს $9,000 ოქროს. ოქროს თვითნაბადებს. 9,000 არის დღევანდელი სადღაცა თითქმის $1,000,000-მდე, ანუ ჯექსონმა რაღაც სერიოზულს მიაგნო იქ. ეს მართლაც კოლოსალური თანხაა იმ დროისთვის და ამის შემდეგ იგი ავად ხდება და ორ კვირაში კვდება. მაგრამ სანამ მოკვდება, მანამდე იგი თავის მეგობარს, ვინმე შოტველს, წერილს უგზავნის, სადაც ზუსტ რუკას დაურთავს ამ წერილს და ზუსტ მისამართს აძლევს, რომ ამა და ამ ადგილას არის ოქროს საბადო ისეთი, რომელიც სავსე არის თვითნაბადი ოქროებით. არიან სკეპტიკოსები, რომლებიც თვლიან, რომ ეს წერილი ყალბია, ამ წერილის ორიგინალი არსებობს და როგორც ვარაუდობენ ეს სკეპტიკოსები, რომ ეს წერილი გაკეთებული არის სპეციალურად კვალის აბნევის მიზნით, თორემ ოქრო იქ ნამდვილად არის. უბრალოდ ეს ყალბი მისამართზე მიუთით. წერილში ნათქვამია, რომ საბადო არის მთის ქედზე არსებულ ესეთ მაღაროსავით არის გამოთხრილი, რომელიც პირით ტბისკენ იყურება და აქედან ქვემოთ ჩადის საკმაოდ წყალუხვი პატარა მდინარე, ნაკადული. წერილში ასევე ნახსენებია ერთგვარი კლდოვანი წარმონაქმნები, რომელთაგან ერთ-ერთიო ადამიანის პროფილს მოგვაგონებსო. სწორედ ეს კლდეები არის ძირითადი ორიენტირები მათთვის, ვინც აქ ოქროს მოსაპოვებლად ამოდის. და აი წერილის ტექსტი ასეთია: მე ვიპოვე ადგილი, სადაც დედაქანი შიშულდება. თქვენ ალბათ არ დამიჯერებთ თუ ვიტყვი, რომ ეს ქანები ყვითელი ფერისაა, იმდენი ოქროა მათში. რამდენიმე დღეში მე ასობით თვითნაბადი ვიპოვე და კიდევ უამრავი ასეთი იქ დავტოვე, იმიტომ რომ უბრალოდ ვერ გადმოვზიდავდი. ძირითადად თვითნაბადი ოქრო კაკლის ზომისაა და ათასობით ყრია პრაქტიკულად მიწის ზედაპირზე. ნაწილი დიდი ზომის ოქროებისა მე გადავარჩიე და ქვის ქვეშ ამოვდე. ამ ქვას კარვის ფორმა აქვს და ზედ ნიშანიც დავასვი. ამ წერილით ჯიბეში შოთველი მიდის მაღაროს საძებნელად, მაგრამ ორ კვირაში ბრუნდება, იგი ძალიან მძიმედ ავად ხდება და ექიმი, რომელიც მას სინჯავს, ეუბნება, რომ მას სულ რამდენიმე დღე აქვს დარჩენილი და მისი უკანასკნელი სურვილები რა არისო და ამის შემდეგ შოთველი უცნობ მისამართზე აგზავნის ჯექსონის წერილს. წინასწარ ექიმმა წერილის ასლი გააკეთა და ეს არის სწორედ წერილის ასლი. ცნობილია, რომ წერილში შოთველიც ჯექსონი ვიტყვება, რომ მან აურაცხელი ოქრო იპოვა, ზუსტად იქ, სადაც მას ჯექსონმა მიუთითა და განსაკუთრებით შაბერტილება მასზე მოახდინა ოქროს თვითნაბადებით სავსე ტომარამ, რომელიც ამოღებაც მან ვერ შეძლო, იმიტომ რომ ის ძალიან ძიმე იყო და თვითონაც უკვე ავად იყო. გადის 4 წელი, 1907 წელია და უილიამ სნაიდერი რამდენიმე მაღაროელთან ერთად პიტის ტბას ეწვია, რათა აი ჯექსონს, ლომახის და შოთველის ნაპოვნი ოქროს საბადო მოიძიოს. მათ კარვები სნაიდერის კონცხის სახელით ცნობილ ადგილას დასცეს და მიმდებარე მთების შესწავლა დაიწყეს. ისინი გადიან დაზვერვით ჯგუფებს აგზავნიან და ერთ-ერთი ასეთი ჯგუფი არის 4კაციანი, რომელშიც თვითონ სნაიდერი შედის. საღამოს სნაიდერი ბრუნდება და მასთან ერთად 3 კაცი არ არის. როდესაც მას ეკითხებიან, სად არის ეს შენი 3 კაცი, ეუბნება, რომ რაღაც უცნაურმა ძალამ ისინი გაიტაცა, გაქრნენ. გაქრნენ მათი არაფერი არ დარჩა, არც სისხლის კვალი, არც ჩანთები ჰქონდათ მათ, არც ისინი, არც იარაღები, ანუ იარაღები ან ყველაფერიანად ვიღაცამ. რა თქმა უნდა, სნაიდერი ჩათვალეს, რომ ალბათო იპოვესო მათ ოქრო, მან დახოცაო ალბათ ეს ხალხიო და იძახებენ
საპოლიციო რაზმს და აქ უკვე ხა სამი კაცია დაკარგული სერიოზული საპოლიციო რაზმი ჩამოდის საცხენოსნო რაზმია რომელიც კარგად არის ეკიპირებული და რამდენიმე დღის განმავლობაში ამ სამ ადამიანს ეძებენ და ვერ პოულობენ სნაიდერი ამ დროს უკვე მძიმედ ავადდება და სანამ ეს ხალხი დღეშია შესული და ამ დაკარგულ ადამიანებს ეძებენ სნაიდერი კვდება ჯგუფი მომენტალურად იშლება ყველა შიშით გარბის იმ ადგილებიდან პოლიციელები გამოდიან ტყიდან და იმიტომ რომ რაღაც ძირითადი ეჭვმიტანილი მკვდარია სამი კაცი გამქრალია და არანაირი კვალი არ არსებობს 1911 წელი ამჯერად ფრანკლინ ლატიმერი ჯგუფი ჩადის და პიტლეიკის ნაპირებზე სემს ბანაკს ისინი კარგად არიან აღჭურვილები, რამდენიმე კვირის განმავლობაში ეძებენ ჯექსონის საბადოს, მაგრამ ამაოდ 7 კაციანი ჯგუფია და ერთი თვის თავზე ამ 7 კაციდან 6 ძალიან ავად ხდება, 5 კვდება, ხოლო ის 2 გამოასწრებს იქედან და მათ შესახებ არაფერია ცნობილი, მე ეჭვი მაქვს რომ ისინი გარდაიცვალენ. ანუ კაცმა არ იცის რა გადახდა თავს ამ ჯგუფს, რა იპოვეს მათ, რატომ გახდნენ ისინი ავად და რატომ დაიხოცნენ. ამით, რა თქმა უნდა, ისტორია არ მთავრდება როგორც ხვდებით, 1915 წელს უკვე ვაშინგტონელი ოქროს მაძიებელი ვილბურ არმსტრონგი ჩამოდის და იგი ამტკიცებს, რომ მართლაც არსებობს სლომახის მაღარო, მაგრამ მას ინდიელთა ავისულები იცავენო და სლომახის სიკვდილიდან 24 წლის თავზე ეს წყევლა უნდა მოიხსნას. და ის ავისულები აღარ იქნებიან იქაო და ამიტომ მე მივდივარ სლომახის ოქროს საძებნელად. მიდის და ხრება. 1916 წელს 8 კაციანი ჯგუფი ჩადის. ეს ყველაფერი არის დოკუმენტირებული. 8 კაციანი ოქროს მაძიებელთა ჯგუფი ჩადის. მესამე თუ მეოთხე დღეს ისინი გადიან ბანაკიდან და ხრებიან. 1917 წელს პიტის ნაპირებზე მიდის 2 მამაკაცი, მათი სახელები არ ვიცი, ვერ დავადგინე, რომლებიც რეცხავენ დინარეში ოქროს და პოულობენ საკმაოდ დიდი რაოდენობით ოქროს ქვიშას. ოქროს ქვიშა იგივე ოქროა, ხა თვითნაბადი უბრალოდ ის არის, რომ ერთ თითქოს რო იპოვი, უკვე მძიმეა და კარგია, მაგრამ ქვიშაც ანალოგიური სიმდიდრეა. რამდენიმე ტომსიკას გაავსებენ ისინი ოქროთი და დაამტკიცებენ, რომ ოქრო ნამდვილად არის ამ მიდამოებში, ანუ სადღაც ირეცხება ქანი და ჩამოდის დინარეში და დინარეში უკვე ოქროს მაძიებელი ამას პოულობს. მაგრამ ისინი არ გარისკავენ და არ შედიან ტყეში და ჭკვიანურადაც იქცევიან, იმიტომ რომ ისინი საკმაოდ რაოდენობით ოქროს მოაგროვებენ, დაახლოებით $800 არისო, იმიტომ რომ ბანკში აბარებენ ისინი იქვე, ნიუ ვესტმინსტერის ბანკში. და მიდიან ამ ადგილებიდან, ახლა მათი ასავალ-დასავალი არავინ იცის, ცოცხლები გადაუჩნენ ავანტყოფობას თუ არავინ იცის, ყოველ შემთხვევაში 2 თვე იქ რეცხავდნენ ოქროს და არაფერი დამართინიათ. ანუ არ შესულან ისინი სიღრმეში. ანუ ყველა ამ მონათხრობის შეკრებიდან ჩნდება ასეთი სურათი, რომ ოქრო ნამდვილად არის ტბის მიდამოებში და სავარაუდოდ ბევრიც. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ვინც ამ ოქროს ინტენსიურად ეძებს და შედის ტყეში და შედის ადის ფერდობებზე და იქ იწყებს დედაქანის, ანუ ოქროს გამოსავლების საბადოების ძებნას, ისინი ყველა სერიოზულად ავადხდებიან და დიდი ნაწილი მათი იღუპება. ნაწილი კი საერთოდ ხრება უგზო-უკლოდ. 1926 წელს გაზეთი Sunday Province სლომახის ისტორიას კვლავ წამოწევს, არქივებიდან ამოიღებს და პარალელურად ამ სტატიისა ჩნდება უამრავი ყალბი რუკა, რომლებიც პიტის ტბას ეკუთვნიან, მაგრამ სულ სხვადასხვა ადგილებს აჩვენებენ. მოკლედ, პიტის ტბის ისტორია გრძელდება 20-იანი წლების ბოლოსკენ და აქ რამდენიმე ჯგუფი მიემგზავრება ოქროს საძებნელად. აქ მაცხოვრებელი ინდიელები კარგად ხეირობენ, იმიტომ რომ მათ ქირაობენ როგორც მეგზურებს, მათგან ყიდულობენ საკვებს, სამაგიეროდ ევროპელებს ჩამოაქვთ ის საჭირო ინვენტარი, რომელიც ინდიელებისთვის გამოსადეგია და რა თქმა უნდა ფულსაც აძლევენ. და ჩნდება ასეთი ეჭვი,
სხვა შორის 1931 წელს ერთ-ერთ გაზეთში ქვეყნდება ძალიან ლოგიკური სტატია იმისა, რომ თვითონ ინდიელები უწყობენ ხელს აი ამ ლეგენდის შექმნას, რომ თითქოს აი ეს ოქრო ნამდვილად არის, აი ამ რაოდენობით, რომ ბევრი ხალხი ჩავიდეს ამ ადგილას და ინდიელებმაც იხეირონ, მაგრამ რა უყოთ დოკუმენტირებულ ფაქტებს, რომ ოქრო აქ ნამდვილად არის. ოქროს მაძიებელი და ძალიან კარგი გეოლოგი, სხვათა შორის რობერტ ალან ბრაუნი, რომელსაც ზედმეტსახელი აქვს ვულკანიკი, ანუ ვულკანივით ენერგიული ტიპიაო და მას ფექტქებადი ხასიათი აქვს, ამიტომ დაარქვეს ეს სახელიო და მისი ისტორია სხვათა შორის კარგად არის ცნობილი, იმიტომ რომ 1930 წელს იგი სათავეში ჩაუდგა ამერიკელ გეოლოგთა ექსპედიციას, რომლებიც სპიტის ტბის მიდამოებს სწავლობენ უკვე მეცნიერულად, რომ დაადგინონ ნამდვილად არის თუ არა აქ ისეთი რაოდენობის ოქრო, რომ მისი საწარმო გამოყენება შეიძლებოდეს და რომ ამ ექსპედიციამ იპოვა სპილენძის და ოქროს საკმაოდ კარგი საბადო, დიდარი საბადო. სექტემბერშიო ხდება ეს ამბავი და სექტემბერში უეცრად აი ამ საბადოს პოვნის შემდეგ უეცრად ფუჭდება ამინდი და იმდენად ფუჭდება ამინდი, რომ 3 კაცი აი ამ ჯგუფიდან, სულ იყო 11 კაციანი ჯგუფი, იკარგება უგზო-უკლოდ და მათ შორის ვულკანიკიც. ვულკანიკი, რომელიც საკმაოდ ხანში შესულია უკვე იმ დროისთვის, მაგრამ მას აქვს საოცარი გამოცდილება ველზე ცხოვრების, ნებისმიერ ადგილას მას შეუძლია მარტოსაც კი გადაირჩინოს თავი. სამწუხაროდ პიტის ტბის მიდამოები მისთვისაც დაუძლეველი აღმოჩნდა და ვულკანიკი ქრება. ქრება კიდევ 2 ადამიანთან ერთად. 1931 წელს გადის 9 კაციანი ჯგუფი, არის სტრეიფის მყინვარი და თითქოს ამბობენ, რომ მყინვარზე უნდა გადახვიდე და იმ მყინვარის მოპირდაპირე მხარეს არის სწორედ ის მაღარო, რომელშიც ოქრო არის და ეს ჯგუფი უზოგლოდ იკარგება. უკვე ამდენი ადამიანის დაკარგვა სუმთლიანად როდესაც რომ მოთვალოთ 1901 წლიდან 31 წლამდე 33 ადამიანი არის დაღუპული. ანუ ფაქტიურად ყოველ წელს რო გადაანაწილოთ, ყოველ წელს თითო ადამიანი იღუპება. ხოლო მძიმედ დაავადებულთა და უკვე დაავადებულ აი ავადმყოფობით გარდაცვლილები, რომლებიც ძალიან სწრაფად იღუპებიან ამ დღეებში შესვლის შემდეგ, მათი რიცხვი 51-ია. 32 წელს ოქროს მაძიებელი სტენ მაკდონალდი მეწყვილესთან ერთად გადაკარგულ ოქროს საბადოს ეძებს. ისინი თავიდან პოულობენ რამდენიმე უნცია ოქროს, გარეცხავენ, მაგრამ ამის შემდეგ უკვე უიღბლობის სერია იწყება, მეწყვილე უკან გაბრუნდება და იგი ყვება, რომ ტყიდან საოცარი ხმები ისმის, რომლებიც მას შიშის ზარს სცემს და უკვე მესამე თუ მეოთხე ღამე არ უძინია და საჭმელსაც ვერ ჭამს შიშისგან და ჯანდაბას წაუღიაო ეგეთი ოქროც არაფერი არ მინდაო და სტენიო მარტო დავტოვეო. სტენი არ წამოვიდაო. სტენი არ წამოვიდა და აღარც დაბრუნებულა. სტენი გაქრა. ეს კაცი, რომელიც დაბრუნდა, მასზე აიღეს ეჭვი, რომ მან მოკლათ ირგოს სტენი და ისა, მაგრამ ვერ იპოვეს ეს ტიპი. წავიდა და წავიდა. არ არის გამორიცხული, რომ მართლაც მათ საკმაოდ დიდ რაოდენობა ოქროს მიაგნეს და ამან მართლაც მოკლა სტენი და მისი ოქროთი გაუჩინარდა. გამოცდილი მაღაროელი გახლავთ ალფრედ ჯორჯ გასპარი 1900 უკვე 50 წლის ზაფხულში, რომ იტყვიან გამჩენი არასვენებს მას და მდინარე პიტის სათავეებისკენ მიდის იმ იმედით, რომ ეს ადგილები არავის აქვს დაზვერილი და შესაძლოა იდუმალ მაღაროს სწორედ აქ მიაგნოს და გასპარი ტყეში შედის. მანამდე მას უამრავ ექსპედიციაში აქვს მიღებული მონაწილეობა ალასკიდან მოყოლებული კალიფორნიის ჩათვლით. უდაბნოები, ყინვარები, ყინულები, თეთრი დათვები, შავი დათვები, ჯრეები არ აქვს ამ კაცს გადატანილი, მაგრამ შედის ტყეში და ქრება. კიდევ ერთი 56 წელია. დიდარი და ექსცენტრიული ბიზნესმენი ჯონ ჰანტი გაიგებს რა რომ არსებობს ასეთი ტბა, არსებობს მას ფული აქვს, მაგრამ ასეთ გართობის მიზნით ექსტრემალურ სიტუაციებში გამოსცადოს თავისი თავი და პარალელურად თუ ბედი გაუყიმებს იპოვოს კიდეც საბადო მიდის
ექსპედიციაში რამდენიმე თანმხლებთან ერთად და არც ავადმყოფი, არც ქრება და არც ავადმყოფი არ ბრუნდება და ჩამოაქვს დაახლოებით 9 კილოგრამამდე ოქროს თვითნაბადები. და ამბობს, რომ მე მივაგენი სლომახის საბადოსო. 1 წლის შემდეგ იგი კვლავ მიდის უკვე სერიოზული ექსპედიციით, იქ დაახლოებით 7 კაცია თავის გამყოლებიანად, მიდის ოქროს გამოსატანად, მიდის და მიდის. 7 კაცი უგზო-უგლოდ ქრება. შემდეგ პოლიცია, რა თქმა უნდა, ეს უკვე 57 წელია საუკუნის დასაწყისი ხო არ არის, უკვე ვერტფრენით იწყებენ ძებნას, გადის რაციებით შეიარაღებული ხალხი, რა ვიცი, შეესევიან ამ დღეს და ვერსად ვერანაირ კვალს ვერ პოულობენ. ინდიელები მიყავს, რომლები ძალიან კარგი კვალის მაძიებლები არიან, მაგრამ ნურას უკაცრავად. სამჩაყლაპა, მიწამჩაყლაპა, კაც მარისის, მაგრამ პოულობენ დაახლოებით 700 გრამ ოქროს თვითნაბადებით სავსე 700 გრამი ოქრო არის ტომსიკას. ვისი ეს ტომსიკა არიციან? ტომსიკას ეტყობა რომ ძველია, მაინც არ იქნება იგი ჯონ ხანტისო და ფიქრობენ რომ შეიძლება გასპარისაც იყოს. 1858 წელს უკვე ადამიანის გაუჩინარებიდან და ამ ადამიანის კერო 7 კაცია გაუჩინარებული. ამი დაინტრიგებული გაზეთი პროვინსი ტირაჟის გაზრდის და გამომწერების გაზრდის მიზნით შეკრავს სამკაციან ჯგუფს ჟურნალისტების, მათ მისცემს კარგ ფოტოაპარატებს, კარგ აღჭურვილობას და ადგილობრივ ორ ინდიელს დაიმგზავრებენ მეგზურად ეს ჟურნალისტები და მიდიან ადგილების დასაზვერად. ამ სამი ინდიელიდან ერთ-ერთი გახლავთ ტომის ბელადი, რომელიც გამოიდებს თავს და მე უნდა წამოყვეთო და ეს ტომის ბელადი არის იმ პირველი ბელადის, რომლის დროსაც ეს ამბები დაიწყო, იმის შვილიშვილი. და ის ამბობს, რომ მე ვიციო რა დაახლოებით სადაც არისო ეს ოქრო და წამოდით მე გაჩვენებთო. აქ ახლა საინტერესო მომენტი ის არის, რომ ეს უკვე აგერ 58 წელია რა, 60 წლის წინ ხდება. ეს ამბები ოქრო უკვე ინდიელებმაც იციან რომ საკმაოდ სარფიანი რამ არის და ეხლა თუ იცის ამ კაცმა რომ იქ ოქროს ლოდები და ზოდები და ქვები და ლოდები ყრია, რატო არ მიდის და რატო არ მოაქვს, მაგრამ რატომ ყოველ შემთხვევაში ეს ჟურნალისტები რატომაც ენდობიან ამ ინდიელს და მიყვებიან. დაახლოებით 3 კვირის შემდეგ ისინი ბრუნდებიან განახევრებული წონით, შიშით თვალებში, ჩამოხეულები, მშივრები, გაუბედურებულები და ადამიანებს არ გვანან და ბოლო-ბოლო აქვეყნებენ სტატიას, სადაც დაწვრილებით არის აღწერილი ის უბედურებები, რაც მათ იქ გადახდათ, გადახდათ რაღაც საშინელები, ხან დათვები ესხმოდნენ თავს, ხან წყალში ცვიოდნენ, ხან რაღაცა ნაპრალებში იყინებოდნენ, ყინულის ნაპრალებში. ხან მეწყერი მოდიოდა, ხან ღვარცოფი იყო. მოკლედ ესე იგი იქ აღწერები არის ისეთი რომ როგორ გადარჩა ეს ხალხი ცოცხალი, მე არ ვიცი. აქედან ამ სამი ჟურნალისტიდან გადის 2-3 თვე და ერთ-ერთი უცნობი დაავადებით კვდება. არ ვიცი ხა ეს უცნობი დაავადება 58 წელში შეიძლებოდა, არ შეიძლებოდა, რითი არის ეს ადამიანი, მკვდარი, ყოველ შემთხვევაში ეტყობა არ შეისწავლეს, არ გაკვეთეს, არ ნახეს. და რაც შეეხება ახლა ვერსიებს, არსებობს რა თქმა უნდა ვერსიები, უკვე უამრავი ადამიანია გამქრალი და ბევრი ავადმყოფობით მკვდარი, რა შეიძლება აქ იყოს. ერთ-ერთი ვერსია რომ არანაირი სლომახის ოქრო პიტის ტბასთან არ არსებობს და ისტორიკოსი ფრედ ბრაჩერსი წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სლომახი ნამდვილად არსებობდა და ისტორიული პიროვნება იყო და ამის უამრავი დამამტკიცებელი საბუთი არსებობსო, არსად არ წერიაო, რომ ამ ადამიანს ოქროსთან ჰქონდა კავშირი. გარდა იმ შემთხვევისა, რომ თითქოს იგი სიკვდილის წინ ეუბნება საკუთარ ნათესავებს, რომ ამა და ამ ადგილას არის ოქრო, მაგრამ ჩემთან ერთად მოკვდება ის ოქრო და ეს ბრაჩერსი ამბობს, რომ ეს ინდიელებისთვის უბრალოდ სერიოზული შემოსავლის წყარო იყო და სხვა არაფერიო. მაგრამ რა უყოთ ამდენ დაკარგულ ადამიანს. მაშინ გამოდის, რომ ამ ინდიელთა ომის წარმომადგენლები ხოცავდნენ ამ ხალხს
და მათ ყველაფერი ხალხი ჩერჩათ. ანის დაავადებები რა იყო, რაც შემდგომში ჩნდებოდა. იმის თქმაც არ შეიძლება, რომ ოქრო აქ საერთოდ არ არის, იმიტომ რომ ოქროს აქ დოკუმენტირებულად ხალხი რეცხავდა, იყო თვითნაბადები, იყო ქვიშა, ანუ ოქრო ამ ადგილებში არის და გეოლოგიაც ამაზე მეტყველებს. მესამე ვერსიის თანახმად ადგილობრივმა ინდიელებმა კარგად იციან თუ სად არის ლომახის მაღარო დამალული, მაგრამ მის საიდუმლოს ინახავენ და მაძიებელთა დასაშინებლად რაღაც ლეგენდა მოიგონეს და ვინც ამ ზღაპარს არ იჯერებსო, თითქოს მათ კლავენო. და რომ ისინი ჩუმად რეწავენ ოქროს, მაგრამ მაშინ ისმის კითხვა თუ რატო ცხოვრობენ ისინი მათხოვრულად აი ამ ადგილას რაღაცა ვიგვამებში, კარვებში, მაშინ როდესაც შეუძლიათ თავისუფლად ვთქვათ, გამდიდრებულებმა იცხოვრონ ქალაქებში და კარგი ცხოვრება მოიწყონ. კიდევ ერთი ვერსია და ჩემთვის ყველაზე დამაჯერებელი არის ის, რომ ეს არის ძალიან რთული რელიეფის მქონე ადგილი. ჯერ ერთი რელიეფთან ერთად ეს არის ჩრდილოეთი. კლიმატი აქ საკმაოდ რთულია. აქ ხშირი არის უეცარი ძლიერი წვიმები და უეცარი დიდ თოვლობა, რომელიც გაუვალს ხდის აქაურ ადგილებს და თუ ასეთმა დიდ თოვლობამ ან წვიმამ თქვენ მოგისროთ სადღაც მიუვალ და ესეთ ფერდობებზე საიდანაც დაშვება ან თავის შეფარება რთულია, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში ადამიანი შეიძლება დაიღუპოს. ამ ადგილებში ასევე საკმაოდ ბევრი არის დათვი და მათი მოგზაურებზე თავდასხმაც არ არის გამორიცხული, როგორც წესი დათვების შემდეგ თავის ნადავლს თავიანთ თუ ბუნაგებში მიათრევენ და სწორედ გაუჩინარებაცო თითქოს ამაზე არის დამოკიდებული, თუმცა ამას თავის მინუსები აქვს ამ ვერსიაზე, რომ სად არის მაშინ ხელსაწყო იარაღები, ხა თავის წერაყინები და ნიშბებიანად დათვი ბუნაგში მცხედარს არ წაიღებს, ხო? თან რამდენი ადამიანი 33 არა უკვე სადღაც 50-მდე ადის უკვე იქ გამქრალი ადამიანების რაოდენობა. ხო, ეს არის საინტერესო, რომ იქ გამქრალი ადამიანების გვამები არც ერთის არ არის ნაპოვნი. აი ეს არის საინტერესო. იქიდან დაბრუნებულები რო კვდებიან, ეს სხვა ამბავია. არის კიდევ ერთი ვერსია, რომ ამ ადგილებში რადიოაქტიული ელემენტების სიჭარბეა, თითქოს აქ არის დარიშხანი, აქ არის ვერცხლისწყალი, ყველაფერი ეს ნივთიერებები, რა თქმა უნდა, იწვევს უკვე მომავალში იწვევს მძიმე დაავადებებს, სხვადასხვა ვერცხლისწყლის ორთქლის სუნთქვა, ასევე გონების დაბინდვას და ყარდაბინდვას, ისე კი არა, რომ ეხა მოიწამლე და ხვალ უკეთსა და არა, იქ ვერცხლისწყლის ორთქლით თუ მოიწამლა ადამიანი, იგი მთელი თავის ცხოვრება ინვალიდი რჩება. მას ფსიქიკა ერღვევა, ვერ ერკვევა სად არის, ამიტომ არის ძალიან საშიში, როდესაც აი თერმომეტრი ყდება ხოლმე სახლში, ან თქვათ, წნევის აპარატები იყო ადრე ვერცხლისწყლიანი, აუცილებლად უნდა შეაგროვოს ხოლმე ადამიანმა, როდესაც ეს ვერცხლისწყალი გაიფანტება, იმიტომ რომ იგი ნელ-ნელა ორთქლდება, ესეთი უცნაური მეტალია, პირდაპირ დამღუპველად მოქმედებს ჩვენს თავის ტვინის ნეირონებზე სამწუხაროდ. და რა თქმა უნდა, სად გავიქცევით უცხო პლანეტელებს, ასევე მისტიურ ავსულებს, მოჩვენებებს და ასე შემდეგ და სლომახის წყევლა რომ მუშაობს და თუ ოქროს იპოვი აუცილებლად ხორველა შეგეყრება და მოკვდები და ასევე რომ სლომახის მემკვიდრეები აღარ დემონებთან არიან შეკრულები და მათთან ერთად აკონტროლებენ ოქროს მაღაროს. რატომ? ეს უკვე დემონოლოგებმა და უფოლოგებმა უფრო კარგად იციან. 2025 წელია და დღესაც არ ვიცით თუ სად არის სლომახის მაღარო და არის კი იგი საერთოდ. სად ქრებოდნენ ადამიანები? რა დაავადება კლავდა იქედან დაბრუნებულებს? საიდუმლოდ რჩება და იმედია ერთხელაც იქნება გაარკვევს, რამდენად მართალი არის ის, რომ იტის მიდამოებში არსებული მთები ოქროთი არის გამოტენილი. დღეს სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ ისტორია, დასვით მოწონების ნიშანი, დაწერეთ კომენტარი და კვლავ ვიმეორებ, მე ამ დღეებში ზუსტად გეტყვით თუ საათ და რომელ საათზე იქნება ჩემი ლექცია.
ლექციის თემას კვლავ შეგახსენებთ, ეს არის ჩვენი პლანეტის დაბადება, მასზე სიცოცხლის გაჩენა და ამ სიცოცხლის საოცარი თავგადასავალი მილიარდი წლების განმავლობაში ჩვენ დღეებამდე. მე ამით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე უკვე საქართველოში. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. კარგად ბრძანდებოდეთ.